ძალიან კარგად დაგანახებთ, მაგრამ მე არ მინდა ვილაპარაკო განვლილზე რა იყო წარსულში. თქვენ რადევს ფსონზე ასევე უნდა დაგაფიქროთ იმაზე რა არის მომავალში და რამდენიმე რამ მინდა გაგახსენოთ. უпроსტად ერთი მარტივი რამ მინდა გაგახსენოთ. ჩვენ წელიწადნახევარი მეც არაფერს არ ვისმენთ, გარდა იმისა და ეს განსაკუთრებით ცხადი იყო ამ ხელისუფლების დასაწყისში და უბრალოდ იმ ხელას ზიანი მიაყენეს ქვეყნის იმიჯს და იმდენმა ადამიანმა უთხრა რომ ეს არ შეიძლება რომ ეხლა შეცვალეს ცოტათი რიტორიკა, მაგრამ კარგად გავიხსენოთ რომ ბიძინა ივანიშვილის სამიზნე 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ იყო სამი რამ ამ ქვეყანაში. ეს იყო ქმედითი ოპოზიცია, დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი მედია, განსაკუთრებით რუსთავი 2 არ მოსწონს. ახალმა პრემიერმა დაადასტურა ბოლო პრესკონფერენციაზე, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით რა ხდება, ეს საზოგადოებისათვის კარგად ცნობილია. ეხლა მინდა იცოდეთ ერთი რამ და როცა ქმედით ოპოზიციაზეა ლაპარაკი, დღევანდელი ცდომაც დაიწყო იმით და მე მინდა აქვე სოლიდარობა გამოუცხადო იმ ადამიანებს, არა მარტო იმათ, ვინც გუშინ დააკავეს ხონსა და დუშეთში, არამედ უამრავ ადამიანს, რომლებიც აი ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. მე მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც ოპოზიცია ეს პირველი ზღუდეა, რომლის მერე მოდიხართ თქვენ სასამართლო და მოდის დამოუკიდებელი მედია. მე ერთ-ერთ ცდომაზე გავიხსენე ფილმი ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ, უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს ფილმი და არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გავიხსენო იქ სასამართლოდან გამოსული ლარი ფლინტი ეუბნება Times, New York Times-ის და Washington Post-ის ჟურნალისტებს, რომ თქვენო მაგარი ტიპები ხართო და მეო ყველაზე საზისხარი ვარ პორნოგრაფიულ ჟურნალს გამოვცემო, მაგრამ ეუბნება ერთ ამას. ჩემს ზღუდეს თუ გაარღვევენო, იცოდეთ რომ აუცილებლად თქვენ მოდგებიან, იმიტომ რომ თავარი სამიზნე ყოველთვის არის პოლიტიკური თავისუფალი სიტყვა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ადვილად დემონიზირებადი ადამიანებით იწყება და მეერე საჩერდება ეს უარი არავინ არ იცის. ამიტომ გეუბნებით ფსონზე ის კი არდებს მონაპოვარი 9 წლის განმავლობაში რა იყო და რაზეც გაზაბებულებს ლაპარაკობ. ფსონზე დევს ნაციონალური მოძრაობა რომ გადარჩება ჩვენ დავამტკიცეთ და გადავაძლევ პირობას პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს. რომ ვანო მერაბიშვილიც გარეთ იქნება ყველაც და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. მაგრამ ამ წლების განმავლობაში, როცა საკვანძო რამ უნდა მოხდეს ამ ქვეყნის მომავალში, არ შეიძლება ფსონზე შევაგდოთ სასამართლო დამოუკიდებლობა, არ შეიძლება ფსონზე შევაგდოთ თავისუფალი მედია. და იცოდეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით. რაც მეთხანს იჯდება ვანო მერაბიშვილი ციხეში, მით მეტად არის რისკი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის შემდეგ სამიზნეები ეს ორი სექტორი, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო აღმოჩნდეს. ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება გამართლებელი მარტო კანონის შესაბამისი კი არ იქნება. და მესმის რომ შეიძლება თქვენს ეს სასამართლოც იყოს ზეწოლის ქვეშ, ამაზე დატო ქუთაისში ცალ ვილაპარაკეთ. არა მარტო კანონის შესაბამისი იქნება, არამედ ის იქნება ყველაზე უფრო პრაგმატული ამ ქვეყნისთვისაც და თითოეული ჩვენთაგანისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. Res,